ეს არის თერაპიული ზღაპრების და იგავების არხი. მე ვარ ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. დღეს გთავაზობთ თერაპიულ იგავს ზრდასრულთათვის, რომელსაც ქვია შემთხვევა. ხომალდის დაღუპვის შემდეგ ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი ადამიანი ტალღამ პატარა დაუსახლებელ კუნძულზე გარიყა. იგი გულმხურვალედ ევედრებოდა ღმერთს შველას. დახმარების მოლოდინში ყოველ დღე ათვალიერებდა ჰორიზონტს. ბოლოს არაქად გამოცლილმა და თითქმის იმედგადაწურულმა გადაწყვიტა წყალში ჩარჩენილი ძელებისაგან ავდარში თავის შესაფარებლად პატარა ქოხი აეგო. ერთხელ საკვების საძებრად წასული უკან რომ დაბრუნდა, ნახა, რომ მისი ქოხი ცეცხლის ალში იყო გახვეული. კვამლი კი ცას წვდებოდა. რაც გააჩნდა, ისიც დაკარგა. იგი რისხვამ მოიცვა და საყვედურიც კი შეჰკადრა უფალს. ღმერთო, როგორ შეგეძლო ასე მომქცეოდი? მთელი ხმით ყვიროდა გამწარებული. გამთენიისას ნაპირს მოახლოებული გემის ხმამ გააღვიძა, რომელიც მის საშველად მოსულიყო. როგორ გაიგეთ, რომ აქ ვიყავი? კითხა გათანგულმა კაცმა თავის მხსნელებს. შენი კვამლის სიგნალი დავინახეთ, უპასუხეს მათ. ასეთი იყო დღევანდელი იგავი, რომელიც ძალიან თბილი და ძალიან საინტერესოა. და ალბათ ყველას მოსმენისას რაღაცა თქვენი შემთხვევა გაგახსენდათ, როცა ადამიანი უკვე უიმედოდ არის თითქოს სასოწარკვეთილი, მაგრამ ყოველთვის არის გამოსავალი და არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია და რომ შეიძლება სულ სხვა თვალით და სულ სხვა რაკურსით შევხედოთ მოვლენებს.